გამარჯობა მეგობრებო, როგორც იცით, მიმდინარეობს თბილისის წიგნის დღეები და მინდოდა რომ ერთი პატარა ვიდეო ჩამეწერა წიგნებზე და ლიტერატურაზე. ცოტა ხნის წინ ვნახე ჩემი მეგობარი ივა ფეზუაშვილის ვიდეო, სადაც ის სამ წიგნზე საუბრობს და მას რაში თავისუფლება და გავლენა მოახდინა მან და ერთ-ერთი რომელზეც საუბრობდა მწერალი უილიამ ფოლკნერი იყო და ამ ვიდეოთი ინსპირირებული წავედი გუშინ და ყველაფერი უილიამ ფოლკნერის ჩემს პატარა ადგილობრივ second hand წიგნების მაღაზიაში და ერთი თინეიჯერობაში მქონდა საკითხული და არაფერი არ მახსოვს და გინდა წამიკითხავს გინდა არა მაშინ ხო და თან გადავწყვიტე რომ მეთქი მოდი ინგლისურად წავიკითხავ მეთქი ფოლკნერს თქო და მაგაზე მინდოდა ერთი რაღაცა მეთქვა რომ ესე იგი ამ კაცმა მე საერთოდ დამაეჭვა რომ ინგლისურს ფლობ იმიტომ რომ წინადადებები აქვს ისეთი რთული და იმხელა წინადადებები თან რაღაც გვერდის მესამედი არის ხოლმე ერთი წინადადება და ხანდახან არის რომ რამდენჯერმე უნდა გადავიკითხო რომ გავიგო რა ხდება ხო და ამაზე მინდოდა მეთქვა რომ მე თვითონ 4 წიგნი მაქვს ნათარგმნი ფოლკნერი არა სხვა წიგნები და ზოგადად თარგმნელების მიმართ არის ხოლმე დაფასება ეხა მე ვიცი რომ მკითხველი რომ ის როდესაც ჩემს ნათარგმნს კითხავ ხოლმე რაღაცა გამოხმაურებები მქონია და ასევე ნუ ყველაზე დაუფასებელი შრომა რედაქტორებს აქვთ ხო და უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ თუ ამ ფესტივალზე ამ წიგნის დღეებზე ან ზოგადად ფოლკნერის ქართულ თარგმანს წაიკითხავთ აუცილებლად დაუფასეთ იმ ადამიანებს ვინც ამ კაცს თარგმნიან და მე არედაქტირებენ იმიტომ რომ აი პირდაპირ მე არ მქონდა საკითხული ინგლისურად და მინდა გითხრათ რომ ადამიანები რომლებიც ამ კაცს თარგმნიან და არედაქტირებენ ლიტერატურული სამყაროს გმირები არიან იმიტომ რომ საშვილიშვილო საქმეს აკეთებენ ხო და დაუფასეთ აი რომ აიღებთ ფოლკნერს და რომ წაიკითხავთ აუცილებლად ჩახედეთ ვინ არის თარგმნელი და რედაქტორი და Facebook-ზე ან TikTok-ზე ან სადმე ამ ხალხს მადლობა გადაუხადეთ რომ ეს საშვილიშვილო საქმე გააკეთეს აი ეს თქმა მინდოდა უბრალოდ იმიტომ რომ ქართული წიგნის და ქართულად ნათარგმნი წიგნების შეძენა შეგეძლებათ ამ წიგნის დღეებზე და აუცილებლად დაუფასეთ მთარგმნელებს და რედაქტორებს თავიანთი შრომა